შეგვიძლია საღამოშვიდობისა მოგესალმებით მეგობრებო. ქალბატონებო და ბატონებო საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთ და ოკეან გაღმა. მოგესალმებით მე ზურაბ კობახიძე და ბატონი პატა შობიტიცა. მოგესალმებით. ბატონო პატა გასულ გადაცემაში ძვირფასო ტელემაყურებლებო, გასულ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ კანონ სამართალზე ვსაუბრობთ უკვე მე რამდენი გადაცემა, მაგრამ ის ვთქვით, რომ ვინ არიან ის ხალხი პირველი, ვინ იყვნენ ის პიონერები, ну ესე ვთქვათ, ამერიკაში ვინც ჩავიდა და იმდენად რამდენადაც სამართალი წესჩვეულებებზეა, რელიგიურ წამსზე აწყობილი სამართალია, სამართლიანობაზეა საუბარი. ხო, სამართლიანობაზეა და ხო და ესე იგი ვინ იყვნენ ის ადამიანები და ჩამოთვალეთ, რომ იყვნენ ადამიანები, იყვნენ პილგრიმები პირველი, ვინც ჩავიდა ანგლიკანური ეკლესიის და დავახასიათეთ ისინი, რომ ისინი იყვნენ და მე ამერიკაშიც ამას მათი იდეოლოგია იყო ის, რომ იყვნენ ესე იგი როგორც ამბობდნენ, რომ ანგლიკანური ეკლესია არის კორუფციაში და იყვნენ სეპარატისტები. მე ვთქვით, რომ იყვნენ პურიტანები, რომლებმაც მოიტანეს ამერიკაში შრომის კულტურა, შრომელი ხალხი, მათი პურიტანული აზროვნება ცხოვრებისეული, რელიგიური, ეს რადუნეც იყო აღხსენით, იყვნენ მე რომან კათოლიკები, რომლებიც ძირითადად ორიენტირდნენ, რომ შემოვიდნენ ამერიკაში განათლებაზე, გახსნეს უნივერსიტეტები, ეს კათოლიკური კონფესია და მათ შექმნეს დიდი კათოლიკური იზუიტური უნივერსიტეტები. ერთ-ერთი მათგანი არის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, ანალოგიურად პურიტანულია, ისა იზუიტურია ლაიოლას უნივერსიტეტი. ლაიოლა უნივერსიტეტი. და კიდევ არის მთელს ამერიკაში არის ეს კონდათ. ეხლა დღეს კიდევ ერთ ჯგუფ ადამიანებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ზედმეტად საინტერესოებად მიმაჩნია მე და ყველას, ვინც მათ ნახავს, ყოველთვის რაღაც დიდი ინტერესები. საუბარი ამ შეერთებული შტატების სამოქალაქო რეალობაში ხო ვინ არის ეს განსხვავება? სამოქალაქო თემები და არის ესეთი თემია. ბატონო, ძვირფასო მოყურება არის ესეთი თემი, ქვიათ ამიშები. ეს არის შვეიცარიულ, გერმანულ, ჰოლანდიურ და ჩრდილო საფრანგეთი, რომლებიც გერმანულად მოსაუბრე არის ეგ ტერიტორიები. ზღვისპირა? არა, მთა უფრო. და აი მათი ეს ხალხი არის ვინ ჩამოვიდა ამერიკაში, ერთ-ერთი კიდევ ეს ხალხი არის ესე იგი პროტესტანტული კონფესიის ოღონდ პროტესტანტული მათ აქვთ ესე მენონიტური პროტესტანტულთან ნათესაობაში მყოფი მონათესავე და არის კონფესია როგორც ესე იგი ბაპტისტური ოღონდ ანაბაპტისტური. ესე იგი მათი აზროვნება ქრისტიანული და წმენა არის ის, რომ ნათლობა მაგალითად ატარებენ როდესაც 18 წლის ასაკის გახდება, ჩვილის მონათლა არ ხდება მათ კონფესიაში. ხდება 18-დან 22 წლამდე. ესე იგი მოინათლოს თუ არ მოინათლოს? და მისი ოჯახი. ოჯახი გასაგები მაგრამ ტრადიციულია, ძალიან ტრადიციულები არიან, ზედმეტად. ეს ხდება მოქალაქე, შეუძლია აზროვნება და არჩევანი გააკეთოს ალბათ. თუ კი მაინც უნდა მოინათლოს ყველა შემთხვევაში, მაშინ ადრეულ ასაკშიც მონათლავდნენ. თუ არ მოინათლება, იქ ხარ იცხოვრებს.
ხო, ну გასაგები თემიდან წავიდეს ესე. ხო, თემი უნდა დატოვოს. მაგრამ ჯერათ ის ითვისებს ამ ტრადიციებს თვისებრივ შეუძლია თუ არა რომ იმ ცხოვრებით იცხოვრობს. და ამავ დროს არ ღვევს კიდევაც, მაგრამ ცოდვათ არ ეთვლება. ხო, არ ღვევს გააშნია ხო. ხო, არ ღვევს კიდევაც და ცოდვათ არ ეთვლება, სანამ მონათლული არ არის და რომ მოინათლება, უკვე ეს არის ზედმეტად ტრადიციული პაციფისტური, აი მე წარმოუდგენელია მაგალითად ვერ წარმოიდგენ რომ ამიშმა რაღაცა დაარღვიოს. ან ამიშმა კვლელობა ჩაიდინოს, ან კრიმინალი საერთოდ რა ჯარში არ მიდის კაცო, სამხედრო არ ხდება ამის. მე ამას როგორ კანონმდებლობა როგორ ითვალისწინებს მაგას ორი ღამიშია წაიყვანოს? არა, არ წაიყვანოს რა, ხო სავალდებულო ჯარი ხო არ არის ამერიკაში რა, არ წავა და არ იმას ეზავს რა, ეს სავალდებულო ხო არ არის? ხო იყო კასიუს კლეის ციხე მიუსაჯეს. არა, კასიუს კლეის იმიტომ მიუსაჯეს, რომ იქ სხვა დრო იყო, მაშინ სეგრეგაციაც იყო ჯერ კიდევ და თან მე ხო მდგომარეობა იყო კიდევ ხო, ერთი სიტყვით ახლა მოდით ამაზე იმას ვისაუბროთ. ბატონო, რომ აი ამ დავახასიათეთ, უცებ და მე მოგცემთ თქვენ სიტყვას, რომ აი თუ რამე ისეთი საით მიყვავს საუბარი. საით მიყვავს და რასაკვირველია, დავინახავთ საით მიყვავს, მაგის პასუხი და დაინახავენ იმდენად, რამდენადაც მე გულდაწყვეტილი ვარ ამ ამბებზე, რომ მე ვიტყვი რა საით მიყვავს, ბატონო. ნახეთ, ეს ესე იგი ამ კონფესიის ადამიანები ბიშოპი ყავთ, მათ აზროვნებაში ეკლესია როგორც კონსტრუქცია, ხო, მატერიალური როგორც მატერიალური კონსტრუქცია, ხო, არ არსებობს, მათთვის არის მათ წირვას და ესე იგი მსახურებას გადიან ოჯახებში. მაგრამ ეს არის სამი განსხვავებულია. ერთიანობა თუ ყველა ამიშია, ყველას ტანსაცმელი მე-18 საუკუნის აცვია. ყველა 8 წლიან განათლებას იღებს. ხოლოდ და მაგრამ არის შვარცენტრუდერები, რომლებიც არიან ყველაზე კონსერვატორები? აი, უფრო ყველაზე ზედმეტად კონსერვატორები და ზედმეტად ტრადიციულები და ზედმეტად პრიმიტიულად მაცხოვრებლები. მათ სახლში არც შუქი აქვთ, არც წყალგაყვანილობა, ტექნოლოგიებზე საუბარი ზედმეტია, ტელეფონი, ტელევიზორი, როგორ გეკადა, ტელეფონი და ტელევიზორი კიდე ამებს ეს პირველი. ხო, მიწათ მოქმედებით არიან დაკავებულები და არიან ხიზზე მომუშავე დურგლები, საკამაოდ კარგითან, ავეჯს ქმნიან და შიდა ავეჯი ქრისტეს დურგალი იყო. ხო, შიდა ავეჯი სახლის და გარე, ანუ აი პადეოებზე და ეს გარეთ ავეჯებს და თან მე მიშენებები როა ჩულანები ხო ხის, აი ულამაზესებს აშენებენ და მშრომელი ხალხია. ბატონო და ძვირფასო ტელემაყურებლებო და ეს არის პირველი ესე იგი პირველი რიგი ამიშების არიან ხო შვარცენტრუდერი ამიშები. მეორე რიგი შედარებით უფრო ისევე ზედმეტად ტრადიციულები, მაგრამ სხვასთან შედარებით იგივე ტანსაცმელში მე-18 საუკუნის ტანსაცმელში და მანქანები მათ არ ყავთ იმ პირველს და მეორეს სხვათა შორის მეორე რიგის ამიშებსაც არ ყავთ. დადიან ცხენს გამობმული კარეტებით, აი ვაგონებით და რომ დაინახავ, მიხვდები რომ ეს ამიშები მოდიან. და ხო, ეს მეორე რიგის ესეთი და მათ საუბრობენ ენაზე, რომელიც არის გერმანული, ოღონდ პენსილვანიური დიალექტია. მათ შეიქმნა სამ შტატში, ძირითადად სამ შტატში ცხოვრობენ. პენსილვანიის ტერიტორიაზე, რაოდენობრივად რამდენი იქნება? გეტყვით, პენსილვანიის ტერიტორიაზე, ინდიანაში და ოჰაიოში. და არიან რაოდენობა სხვათა შორის
ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში 100%-ით გაიზარდა. დიდი შვილი არის საშუალოდ ამიშის ოჯახში. ჩამოვასახლოთ ამიშები. შვიდი შვილი. წარმოუდგენელი. მივიღოთ ამიშობა. უკეთილშობილესი ხალხია თანამავდროს და ეს მეორე ტიპი ამიშების და მესამე ტიპი არიან სანაპირო ამიშებს ეძახიან, სანაპიროზე ამიშები. ზღვის სანაპიროს გულისხმობენ, კი. საერთოდ ეს მთიჟიშია, მაგრამ რატომ დაარქვეს? არ ვიცი სანაპირო ამიშები რატომ დაერქვათ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს უკვე მესამე ეკლესიაში დადის. მათ პროტესტანტულ ეკლესიაში წირვას აღასრულებენ ბიშოპი ყავთ იქაც მღვდელმთავარი, და აღასრულებენ ინგლისურ ენაზე უკვე ესენი. და ამათ შეუძლიათ გერმანული, ხო? ისინი გერმანული. ამათ ხო გერმანული თან პენსილვანიური რაღაც დიალექტი და ამათ შეუძლიათ ავტომობილიც იყონ ლიონ ტექნოლოგიებთან ნახევრად, ესე ვიტყოდი, ინტეგრირდებიან მაინც მთლიანად რო ვთქვათ საზოგადოებაში. მაინც არა, მაინც კი მანქანით დადის, მაგრამ დადის ამიში. არ არის რა დაკავებული რაღაც კომპანიაში თვითონ აწარმოებს თავის ნატურალურ მეურნეობას ხო და ხა მარტო მიწათმოქმედება ეს მე ჩამოთვალე მიწათმოქმედება და ეს დურგალი ხო ხეზე მუშაობს აი სასტუმრო ბიზნესიანს არის აი გეტყვით ახლა რომ ესე იგი მაგალითად ბალტიმორში რომელიც მერილენდის შტატი ესაზღვრება პენსილვანიის ტერიტორიებს, კომონველთს, პენსილვანიის კომონველთს ესაზღვრება და 1 საათის ბალტიმორიდან 1 საათის მანძილზე არის ქალაქი ლანკასტერი. ჯერ იორკი, პენსილვანია, მერე ლანკასტერი, პენსილვანია. მთაშია, ზემოთ არის, მერე არის მენჰაიმი, ისიც ზემო უკვე მაღლობებია. აი ფილმში როა ეს ირემზე მონადირე დენირო თამაშობს პენსილვანიაშია ეს გადაღებული, იმიტომ არის ეს ლამაზი თის ადგილები, ხო, რუსი, უკრაინელი, რუსი ბიჭები იყვნენ ესენი ფილმში. ხო და ეს პენსილვანია, ხო და იქ ცხოვრობენ და აი გზაზე ბალტიმორიდან არ გასული, აი მალევე სობორბი ბალტიმორის სობორბში, იორკის ქუჩის გზაზე არის ესეთი შოპინგ ცენტრი. რომელიც ნაკირავები აქვს ამიშებს. 2 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი ეს დაკეტილია და 5 შაბათი, პარასკევი, შაბათი კვირა მუშაობენ. ეხლა წარმოიდგინეთ, მე ვამბობ დიდ ტერიტორიას, მანქანები სადაც დააყენო პარკინგ ერია, რასაც ქვია და ამის გარდა ვებერთელა შენობა. რესტორნები. ოღონდ ამიშური. ესე იგი საოჯახო ბიზნესი და თან გერმანული კერძია რა, გერმანული სამზარეულო ამიშების შესრულებით. მერე მათი მაღაზიები, ანუ ეს ავეჯის მაღაზიები, მათი რომ იტყვიან აი ხელოვნება რა, ხელნაკეთი ნივთები ადამიანისთვის გამოსადეგი წინ დაიქნება, თავსაფარი იქნება, თვითონ ეს პატარა ისენი ხო, სუვენირებიც, ხო, ამის გარდა მე ხდება აი დელი რო იტყვიან, შენ შეიძლება პროდუქტი, ნახევრად პროდუქტი აიღო, იყიდო იმათგან, იცი რომ ეს არის უჯამრთელესი ხორცი, ყველი ხო და ეს ბუბუნებს მოკლედ ეს ბიზნესი, სხვათა შორის ერთხელ მეგობართან ერთად წავედი პატაპატონო და იქ მე დავლოცე რო გამოვდიოდი, აი გულით დავლოცე ამიში ხალხი რატო. მაგლი დაინახეთ. აი შევედი ამ ტერიტორიას და ვხედავ, მანქანა დავაყენეთ განო, ვხედავ პონით, პონი ცხენი პატარა. ხო და შებმული არის ეტლი. პატარა ბიჭუნას 12-13 წლის ბიჭუნა, ხო, ქვაბურა ქუდით ძველებურ ტანსაც მელჭდი მოყავს და შემომთავაზა რომ თუ გნებავთ ბატონო 3 წელს დავარტყავ და მაჩუქეთ $2. აი მე მეთქი, ბატონო, შვილო, მეთქი, მე და ჩემი მეგობარი ჩამოვჯექით აქ და ეს ბავშვი ისე
რაღაც კარგი დასაქმებულია ოჯახ ხო ბავშვობიდან ეხლა შევედით მითხრა მეგობარმა რომ თამურაზურა ჯერ ვივახშმოთ და მე ბარში წავიდეთ ამერიკულ ბარში და ამათ კაი კერძები აქვს და ვივახშმოთ შევედით და ესე იგი გოგონა რომელიც გვემსახურებოდა ახალგაზრდა გოგო სავარაუდოდ 20-22 წლის ჩაცმული გერმანელი მე-18 საუკუნის დასაცმლით აი მოგვემსახურა აი ბოლოს ვინც მოგვიტანა ეს გადასახადი რა უნდა ჩვენი ბევრი თქვენ ხო მოგვიტანა 12 წლის პატარა გოგონა ისიც ანალოგიურად და იმდანად მომეწონა მათი ეს რაღაც ოჯახური კერძიც ყველაფერი სტრუცელები და რავი ნუ იყო ის რა განწყობა გექნებათ რა მაღალი განწყობა აი ამ პატარა გოგონას ვაჩუქე $20 როგორც საჩუქარი აი არიღებს მეუბნება მისტერ იცით რა ეს ბევრია მე ვთხარი მოდი რა გთხოვ მაინც აიღე ჩემგან არა ერთი წუთით წავიდა და დედამეს კითხა რომ აი ეს პატივცემული მეტს მაძლევს და მე ვანიშნე რომ გთხოვთ აიღოს და გაიღიმა იმ ქალბატონმა და პატივიცად ასე პატივის შემოგამოიღო ხო და მიოწოდე და დიდი მადლობა მისტერ რაღაც ისეთი თვალებით შემოგა ესე იგი გულის ამა ჩუყებლად პატიოსანი მშვიდობის მოყარე შრომელი ხალხი აი ეხლა მე ბევრს უკვე ამ თემაზე აღარ ვიტყვი ამათზე იმიტომ რომ ჩვენ უკვე ჩამოვთვალეთ ჯენტლმენი ვინ არის ხო ლეიდი ვინ არის შევადარეთ დიახ ხო სათუთი мама ეს არის მამაკაცია სათუთად ექცევა ყველაფერს ქალბატონი კიდევ დიახ სახლის თავის მაღალი მნიშვნელობით სანდომიანობით და ეს არის ლეიდი ხო ანუ ერთიანობაში დარბაისელი წვილი ხო ეს თქვით უკვე ისინი ჩამოვთვალეთ წინა გადაცემაში და იცით რა აი მე ისიც ვთქვით წინა გადაცემაში რომ ყველაფერი გვაქვს ისიც გვაქვს ესეც გვაქვს რომ ჩამოვთვალეთ დიახ შევადარეთ ჯენტლმენი დიახ სათუთი მამაკაცი დიახ ალუდა ქელთელაური იყო სათუთი ვაჟკაცი და მამაკაცი აბა ის კი არ იყო სათუთი იმ მნიშვნელობით რომელიც ჩვენ ჩავდეთ იმ საუბარს დიახ სათუთია ის და არა ფაქიზი ზნობი არის სათუთი თანამზნობი და ვაჟკაცი ჯოყოლად სათუთი ეს არის ჯენტლმენია ისიც ხო სათუთი კაცია რა ყველაფერს სათუთად მტერს სათუთად მოექცა სახში მოსულს ხო ერთი სიტყვით ყველაფერი გვაქვს აი ამდენ ნაირი იმათ დაემატათ ნატივები იყვნენ ეს ინდიელები იქ ვინც ცხოვრობდა ოდითგან და ესკიმოსები მერე ჩამოვიდნენ ბუდისტები ჩამოვიდნენ ჩინელები ჩამოვიდნენ რა თქმა უნდა მართლმადიდებლები ჩავიდა სულ ყველა ბანდიტები შეიძლება ჩავიდა მართლა ბანდიტებიც ჩავიდნენ კი ბატონო იქაც დახვდნენ თავიანთი ბანდიტები ანგლოსაქსები და გერმანელები კი ბატონო ხო მაგრამ ხო ებრაელობაც ჩავიდა ყველა ჩავიდა მაგრამ ამდენმა მრავალფეროვანმა ამერიკამ შექმნა საოცარი სიმძლავრე და საოცარი ეკონომიკა და საოცარი სამართალი და საოცარი ქვეყანა ყველა იქ მერბის ყველა იქ არბეს საოცარი იმდენად მიმზიდველი და მე რა მიყვარს იცით ბატონო და გულდაკოდილი მიყვარს ხოლმე რა რომ ერთ ენაზე ვსაუბრობთ ერთი ღმერთი გვწამს ერთი ჯიში ვართ ერთი ტრადიცია გვაქვს ერთი მიწა გვაქვს საიდანაც არც გავსულვართ არც მოსულვართ აბორიგენები აქავართ არც დაგვითმია არავის არც დაგვითმია ხო თავი შევაკალით ხო იმით ხო თავი შევაკალით მაგრამ ხო ხედავთ აი თქვენც ეგრე იცით ხოლმე და მეც ეგრე ვიცი რომ წარსულზე ვლაპარაკობთ მაინც აწმყოსა და მომავალზე ვერ ვსაუბრობთ რატომ ვერ შევქმენით რეზულტატი ვერ დავდეთ ბატონო გააგრძელეთ ეხლა მაპატიეთ ცოტა როგორც ვერ შევძელთ რაიბნიცის სიტყვებით გამცნო კიდევ ერთხელ რომ შობელი წარსულისაგან აწმყო არის დედა მომავლისაო ხო სხვა შორის ანალიზი შეგვიძლია ხშირად
იცით რა არის ცული რა არის კარგი, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ ეგ არ ვიცით. საინტერესო ის არის რომ თუ ერი აქამდე მოვიდა, ესე იგი იმას ჰქონდა რაღაც საიდუმლო შინაგანი ენერგია. ამ შინაგან ენერგიას ანუ თამდევი იყო ის სიბრძნე, რომელმაც გაგვაძლებინა, ხო? და ხშირად ვიმეორებ ხოლმე ისე ვილიას უბრუნდები, იმიტომ იგდიან ძალიან მაგარი ანალიზის გააკეთა და წინას გაიხედა. რომ ხმალი იყო ხმალი ვიცოდით, თოფი იყო თოფი ვიცოდით. ეხლა სხვა დროა. ეხლა ცოდნა ხერხის დროა. და თუ ამ ცოდნა ხერხს და შრომა გარჯაზეც საუბრობს, რომელიც მოსეულს და შემოსულს უხვად გააჩნია, შესაბამისად არ დავახვედროთ ჩვენი შრომა გარჯა და აზროვნება მოსეული მტერი თან გაგვიტანს და ისე გავთელავს როგორც იდეოები და კინაბაცა თუ ერთი წუთი თვალი მოუხუჭო. ისეთი ფორმულირებები აქვს ილიას მოცემული, რომ ამისი ჭეშმარიტების უარყოფა აი პოსტულატები მცნებები თავი, მცნებელსავით შეიძლება მივიღო. ამ დროს ესე იგი ქართველებს კიდე რა შეგვეძლო? აი აიღოთ ხალხური სიმღერა, ან იგივე ფერხულები და თქვენ მოცეკვავები, მე კიდე ესე იგი მიყვარს მოყვარული ვარ ამ სიმღერის და ესე იგი აი 3 ადამიანი, 3-4 ადამიანი როგორც თვითონ ვახუშტი ბატონიშვილის ახალ თუ ერთად შეიკრებიან არ დაგიდებენ აღარ გარემო იმაზე მოქმედებას და უკვე ერთად ჰარმონიულად აღარ ყავენ აი ხალხური სიმღერაც რო აიღოთ ხო? თუ ორი სოლისტია დანარჩენი ბანს ამბობს. თუ 3-ია და 4-ია და ვიღაცას უნდა კრიმანჭულს ამბობს, მაგრამ ჰარმონია არ ირღვევა. ზოგი მეორე ხმას ამბობს, ზოგი მესამე ხმას 100 კაცმაც იმღერას ერთდროულად თუ კულტურული და ამის კულტურა ჩვენ გაგვაჩნია. ესე იგი ისე კარგად როგორც სიმღერაში ალბათ ქართველები ერთად არცად არ აღვთ. ყველა დაგემართა ეხლა ჩვენ ამ ქართველებს რომ ანალიზს ვერ ვაკეთებთ და ის რაც მოწინავეა იმის გადმოღება ჩვენ არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ადრეს ჩვენ ვაძლევთ ტონს. აი რო აიღოთ ეხლა იუნესკოში ხო ღვინო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, პურვინო ხო? თაფლინგი. ჩვენ მივეცით ამ სამყაროს. თაფლი. ქართული მუშა-ფუტკარი მოიხსენებათ. ხორბალი ხო ვთქვით უკვე. მედიცინა. ესე იგი ვიყავი ძალიან პროგრესული ერი. როგორც ჩანს მე მოხდა ჩვენი გარკვეული გადაგვარება. დეგრადაცია. ხო. ეხლა ქართული სიტყვაც რო ავიღოთ ჩვენ, აი ვისი გორისა ხარ, ხო? მე იქ არის კაცმა საქმე მოაგვაროს. ბეჭდვასა ესე ჯობდეს, ანუ მოაგვაროს ნიშნავს რომ შენ ტრადიციაში რაც ოდნავ გავს, შენ გვარში, გვარი ამას ნიშნავს, გვაროვნული თავშოთ გააზრება რო ვთქვა, რომ შენ გვარში თურმე გაქვს ცოდნა ის სიმძლე რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერ მდგომარეობაში ეს იქნება ჭირი, ხინი, შემოსეული მტერი თუ ქვეყნის განვითარება, პროგრესი თუ სოფლიო პროგრესი თუ ამ შემდეგ რო არ ჩამორჩა და საქმე მოაგვარო. მაგრამ ეს საქმე უნდა მოაგვარო შენი გვაროვნული ცოდნის საფუძველზე. ვარ გადაგვარდა. შეიძლება შეინარჩუნო. ხო ხედავთ ეხლა იმ პილიგრიმებმა. ხო, ძირითადად სიტყვა პილიგრიმი თქვენზე ხომ ბრძანებდით რომ იქიდან პილიგრიმები დია ხო ეგიდან მოდის. ანუ მლოცველები მორწმუნეებს ნიშნავს, მორწმუნე თემს ხო? პურიტანებიც ეგ არის. იმათ ამერიკა რომელმაც ამდენი ტოლვილი მიიღო. სხვა შორის ქართველებმა ძალიან ბევრი ტოლვილი მიიღათ მუდამ. ხო, ნუ 15 წელში ესე იგი რომ მოუწეს შეიძლება შორს წავიდე, მაგრამ მაინც საჭიროა თვისებას გაუშვათ ხაზი რომ თურქებმა რომ მოუწეს ხოთაჟილეტვა სომხებს უამრავი სომხი მივიღეთ. კი. 30 წლის მერე როცა დიდი შიმშილებები იყო და გალადა მოხსოვდა ხოდან და ასე შემდეგ. დაახლოებით 250,000 ტოლვილი შემოვიდა ჩრდილო კავკასიიდან. იმდენი ხალხი მივიღეთ, მაგრამ ეს ხალხი ასე თუ ისე აი ძველი თბილისის ფენომენი ჩამოყალიბდა და დალაგდა თითქოს ქვეყანა და ქართველი ადამიანი მაინც ყველას პატივს ემდა, ყველას უპატრონა და აი ხლა რო ვარ ჩვენ ასე არეულ ამღრეული ხო? რაღაც წესი დამკვიდრდა. მე წარმოვიდგინე რომ ეს იმპერიამ საქართველოს დაიპყრო და პრობას ვეძახენა იმ სამეფოს გაუქმებას. ჩვენ ტრადიცია თქონდა რომ უბანს თავისი მზვერებები ყავდათ, რაღაც უბანას თამაშობდნენ რა. კი. ნუ დაინახა რუსმალო ეს ისეთი ორგანიზებულია და ისეთი მაღალ ორგანიზებულია რომ საფრთხეს წარმოადგენს ხო? ეს გაუქმდა ეს თამაშები ბერი გაუბაც როგორ და ასე შემდეგ. ესე იგი ჩვენ ვახერხებდით ნებისმიერ დროს, ვახერხებდით თვით ორგანიზებას და ამ თვით ორგანიზებაში გამოიხადებოდა ის რომ ვაჭრობაც ყავდა ნუ სომხებმა აიღეს ერთად ებრაელებმა ეს ვაჭრობა ხელოსნებიც ყავდა
გლეხი მშრომობდა და დროულად ქმნიდა. რევოლუცია რო არ მოხდარიყო, ჩვენი ღვინო, ჩვენი კონიაკი ეგრე სარაჯიშვილიც არ წავიდა ევროპაში გადიოდა და ეკონომიკაც ფეხზე დგებოდა. ესე იგი, ეს ნიკო ნიკოლაძის ფენომენი ხო კიდე სხვა იყო. ანუ ამ ხალხმა ეს ყველაფერი იმისთვის გააკეთა, რომ ჩვენ ერთმანეთს აღჭამდით ამ დროს. ყველა თავის იქით იყო დაჭრილი, ესე იგი, ყველა მუშაკობდეს, მეომარი მურობდეს, გულოვნობდეს და მუშაკი კი მიეჭვმა. კი, მაგრამ ბატონო, მე მაშინ ამ შეკითხვას დაგისმევთ. კი, არ ჭამდით, მაგრამ ხომ გავსურთ ისიც, რომ კი, აი მეომარი ომობდა, მეცნიერი მეცნიერობდა, ხო? და აღმოჩენებს აკეთებდა. წერალი წერდა და ავდექით და მოუკალით. თან ვინ ილი? ახლა რომ წამოვიდეთ აქეთ რა ამ რუსეთის მერე რაც რუსეთმა ჩვენი სიღრმად შეგვისწავლა. ალბათ ეგ იყო. ჩვენი სუსტი ადგილები იმდენი მონახა. მარტო რუსეთმა, ბერმა მეზობელმა რუსეთმა განსაკუთრებით. მე ადრე მგონი თქვი ეთერში რომ მომეწია სტილო კავკასიაში გადასვლამ და იქ რაღაც სირთულეები ერთიანი კავკასიური სახლისთვის მოძრაობა იყო ასეთი კავკასიური ბერეული მოძრაობა და იქ მე სუფრაზე დაახლოებით რაღაც ცოტა ტრაგიკული მომენტების დაგვემართა ტრამვები და რაღაცები და ერთმა ევრეელმა ამ სუფრაზე ვეღარ მოითმინა სასმელი რომ მიიღო და გითხრა რომ მე 8 თვე ცხოვრობდიო შატილში გამიგვირდა ახლა ასეთი რაფინირებული კაცი სხვა მენტალობისა და სტერეოტიპი იყო ესეთი რომ რა უნდა იმას ხელსურეთში სწავლობდიო მუშაობდი თემაზე ჯიშიანი უსულად მითხრა რაბოტალ მაჭერმო ჯიშიანი შეგვისწავლეს და რომ შეგვისწავლეს ესე იგი როგორც უფალმა ორი ენები ბაბილონის ფოთლების შენებლობის დროს ამ სატურნმა ჩვენმა მტრიზა იქ იმიტომ აურია უფალმა რომ უსარგებლო საქმეს აკეთებდნენ მაგრამ ჩვენ რა გქონდა უნარი რომ ქართველებს რაღაც ერთიანი ძალით არის როგორც ბახტრიონის გამარჯვებით როგორც ბაღისა რა ქვია ბარტყოფის ომის დროს ამ ხელა მტერს მოვერიეთ რა ტერმა ესე შეგვისწავლა და განაწერა რომ ქართველებს ჩიმენდილები დაურიგა ჯარში აღარ წაიყვანა მერე უკვე რუსებმა ლესელძის ისო გააუქმეს და ესე იგი აქ ვაჭრობაში ევრეელები და სომხები ისევ და ქართველი კაცი გახდა აი ბოდიში და როასაბ თათქარიძისკენ წავიდა რა ათმინდა სწავლა როასაბ თათქარიძე რო იდახეს ანუ ჩვენ ვეღარ რაში გამომადგება ხო ერთმანეთთან საერთონას ვეღარ ნახო თან თავად რა ხდება ახლა პოლიტიკა გახდა ძალიან მომგებიანი რა თვალსაზრისით წყალებში რომ ფინანსირება, შენი ბიზნესის ლობირება, მე თუ მე მორჩა რა ავანტყოფაზე ვსაუბრობ უკვე. დავედეთ უკვე ავანტყოფაში. ზუსტად. როგორ გადავგვარდით ასე? როგორ გადავგვარდით? ეხლა ნახეთ ბატონო, მე მოგეცნობთ ცოტა შეგეცვედინებთ, ნახეთ. აი ზამიშებზე რომ ვსაუბრობდი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი თვისება ეცეთ რა. აი პირველი ყველაზე რაც გამომრჩა ცოტა საუბარში. ერთ კაცზე არ ორიენტირდებიან. ესე იგი თემზე ორიენტირებული ემპათიით განწყობილი საზოგადოებაა. თემზე, პირადურზე არა, თავიანთ თემზე ემპათიით და ორიენტირდებიან ემპათიით თავიანთ თემზე. ესე იგი აწყოსა და მომავალზე ფიქრობენ. ხო, რა საზოგადოა, იმიტომ რომ თუ საზოგადოა მოწესრიგდა, ღმერთო, აი ხა წარმოგიდგენიათ, ახლა აი ეს ყველაფერი შედარებით მქონდა, ჩვენ დავკარგეთ. და სამართალზე ვსაუბრობთ და ახლა აი გუშინ იყო ეს ახალ ამბებში, რომ საუბარი წავიდა იმაზე, რომ ესე იგი ერთი წელია დაჭერილია მინისტრი. ერთი წელია დაჭერილია მინისტრი თავდაცვის საქართველოს თავდაცვის მინისტრი ძალიან კარგად გადავხედე იმას ბიუჯეტს იმიდან სახელმწიფო ხაზი ქვეყნის ხაზინიდან სახელმწიფო არ მიყვარს რა 7 მილიონი კაცო თუ 7 მილიონს თხოვენ არა ნახეთ 21 წელში 2021 წელში ჯარის ქართული საუბრობ დიახ ხაზინიდან ბიუჯეტი იყო 307 მილიონი დოლარი. ხო. 2025-ში 600 რაღაცა. ეხლა აი წარმოიდგინეთ. მე არ ვლაპარაკობ ლარს, ქალბატონებო და ბატონებო. საუბარია დოლარზე. და დავხედე და პირდაპირ მეუნება დოლარი გუგლით. ეხლა ნახეთ. 2021 წლიდან
რა ვქენით ისეთი ქართველმა ჯარმა და თავდაცვის სამინისტრომ ისეთი რა ვქენით აი მიყვეს რა ვქენით და ვიპარეთ და იცით რა ბატონობა და აი რომ იდის საუბარი რომ მოიპარა იქ ამბობენ 7 მილიონი 7 არა 7 მილიონი მაგას მარტო ესპანეთში გვაქვს ის სახლი ცოტა უფრო მეტი ღირს კიდე ეს ერთი მეორე ყველაზე კონდეს და კონდეს ღმერთმა შეარგოს მე ვიტყვი რომ ღმერთმა შეარგოს ადამიანს რომელიც არ იპარავს და რაც ეკუთვნის მოითხოვს ან თავის სამსახურეობრივად ან მიღწევებით მას უნდა კონდეს მაგრამ ქვეყნიდან მოპარულო ფულზე რომ საუბრობ და ერთი წელია დაჭერილია და ვერ უძლებს და საპროცესოზე უნდა გადაიტანოს საქმე და იქ გვერდზე კამერაში ალბათ ყავს ვინ იცით აი გული მომგიკვდება რა კაცმა რომელმაც ხო ნარკოტიკული სიმთვრალე არჩია კარგით ბატონო და მიუსაჯოს 16 წელი ეხლა აი წარმოიდგინეთ როგორი სამართალია ესა კაცმა ქვეყანას მოპარა ერთი წელი ვერ ძლებს კიდე ადამიანი დააზარალო ეხლა ამან და იმან მოდი მასშტაბი ხო არა ჯერ ამან ამდენი რამხელა საქმე ქნა რომ მოიპარა ხო თან მოიპარა რა რო იყვიან საერთო ფული მოიპარა ქვეყნის საერთო მოიპარა ხალხო მე გამაგებინეთ რომელ გაგებაშია ის რომ საერთო ფულის მომპარავი არ დაისაჯოს გამაგებინეთ რომელში და მე გეტყვით რომ მაშინ მე არ მწოდნია იცით რაზე იქ მე შეიძლება ამას ისიც კი უწოდოს კურდი ავაზაკი იმას იმ მეორეს რომელმაც ნარკოტიკული თრობისთვის მიიღო 16 წელი მაკრენის კურდენებს ეს ხო ამას კურდი შეიძლება დაარქვას ავაზაკი შეიძლება ამან ვინც სახელმწიფოდან ამდენი ფული მოიპარა და მაგაზე იცით რა გამახსენდა გაგვიღიმება ახლა ძველ თბილისში ესანა მე დავიბადებოდი რა თუ ერთ-ერთ უბანში ახლა არ მინდა რომ სახელი ვიყო რომელ უბანში არც იმის სახელი მინდა ვინ იყო პატარა ბიჭუნა შევიდა სურსათის მაღაზიაში და ის მოიპარა შოკოლადი ხო პლიტკა შოკოლადებს რო ვეძებდით და რომ გამოვიდა დაინახა იქ უბნის მაყურებელი რო რქვა და მივარდა ყურში ხელი მოკიდა და ცემს და ეჩხუბება და ბოლოს ისიც აღარ კურდო შენოდა მიარტყა და ბავშვმა თავი დაიძვინა და რა უთხრა იცი კურდი მე კი არა კურდი ხარ შენ მე შოკოლადი მინდოდა ამას ბაგეებით ყოველდღე ჭეშმარიტება ხო და აი ახლა ანალოგიურად ახლა ამას ერთი წელია ზის და საპროცესოს აპირებს იმიტომ რომ არ შეუძლია მას იქ ბულკია რა ისეთი რომ ვერ გაძლებს ციხეში გაძლებ კი არა ამერიკაში რატომ მომწონს იმათი კანონები ნახეთ იმათი სამართალი მოატყუა ხალხი მოატყუა ესა ბირჟა მოატყუა აი მან მოატყუა აზარალა ხალხი აზარალა რამდენიმე წესი 130 წელი და მორჩა ის იქიდან ვერ გამოვა ხო ერთი მეორეს დაემატა ერთი დანაშაული მეორე დანაშაულს მესამე გამოვიდა ჯამში 130 წელი დიახ სურვილი მე კიდე მოიპარა ვინა რასაბარო ეგრო ეხლა წარმოიდგინეთ ეხლა რომ ეგრო ვინმე გითხრას რომ ამის საშუალება გაქვს მაგრამ იცოდე რომ შეიძლება 130 წელი მოგწე თუ ხარ ეშმაკი იტყვი არ მინდა უნდა გავხდე წესიერი კაცი აი ეს არის და ბატონებო და ქალბატონებო და ბატონებო კიდევ ერთხელ ამ გადაცემის აზრი და არსი იმაშია რომ მე და ბატონი პატა ვიზეთ და გესაუბროთ იქ როგორ ხდება აქ როგორ არის და პარალელები გავავლოთ რომ საადავართ და ის არ ვიყოთ რომ აგინოთ რომ აი ოკეან გავა ვინ არის ამის ოხრები იქ რო კაცებს ათხოვებენ ბატონო კარგით რა კაცები ხა იცით რა კაცებს ბატონო თბილისშიც ათხოვებენ მოსკოვში სულ თხოვდებოდნენ ცენტრალურ კომიტეტში ძალიან კარგად მახსოვს და იმაშიც და სხვათა შორის ეგ მაშინ იმასაც ვიტყვი ეგ უფრო აღმოსავლური კულტურაა ვიდრე დასავლური კი ბატონო აი დამეთანხმებით რომ ეს ფაქტია აღმოსავლური კულტურაა თან მე როგორი კულტურაა იცი ერთ-ერთ აღმოსავლელს მეზობელი ქვეყნიდან შევეკამათ რომ ვთქვი რომ ჩემთვის ეგენი ორივე ერთი და იგივეა მეთქი ეგ კაცი მეთქი ქალია კაცია თუ კაცია ქალია
ეგ ორივე ერთი და იგივეა მეთქი. იმა რა მითხრა იცი? არა, ისო კაცის როლშია, ხარი. თან მეგობრობ მე იმ კაცთან, ოღონდ ის არის ოჯახის კაცია, კაცო და კაი კაცია. შეხედულებებია. ხო, მაგრამ ესე იგი შენ წარმოიდგინე მათ აღმოსავლურ აზროვნებაში თურმე ეს კაცი არაფერი კაცი არ არის. ისა არაფერი ცუდი კაცი არ არის, თუ კი ქალ კაცთან ის იმაშვება. ურთიერთობს. არ ვიცი ახლა რანაირადაც გინდათ. ხო, მაგრამ ესე იგი თურმე ის იმისთვის მაგარი კაცია, რომ მას შეუძლია კაცთანაც კაცი იყოს და ქალთანაც კაცი იყოს. შენ წარმოგიდგენია რა აზროვნება აქვს? ეგ არის აღმოსავლური. ეგ არ არის ქართული, ეგ არ არის დასავლური, ეგ არის აღმოსავლური ხალხო. მოდით მთელი ტრაგედია იმაშია, რომ ჩვენ რაც კარგია იმაზე თვალს ხუჭავთ და უარყოფთ. კარგი იმ თვალსაზრისით, რომ რო აიღო ხა შედარება გააკეთო ევროპა და აღმოსავლეთი, ხო? რაც გვაძლევს ჩვენ ევროპა, რას ამბობდა ნიკო ნიკოლაძე ვაჟაფშაველა, გაბრიელ ეპისკოპოსი და ჩვენი კირიონი და უშვა. ჩვენი პატრიარქები, ასე ვთქვათ, ხო? ამბროს ხელაია პირველ რიგში. დიახ. რო ესე იგი ხო ჩავიდნენ ახლა ეს გერმანული ტომი პილიგრიმების თუ ინგლისელები მეიბლავდნენ ხო? ამერიკა არ ცდილა რომ ამათთვის გინდა თუ არა ენა გამოეცვალა ან ზნე შეეცვალა. ისინი ინტეგრირდნენ და ისე თანამონაწილეობას იღებდნენ ქვეყნის აღშენებლობაში და დღესაც იღებენ ქვეყნის აღშენებაში, რომ თავის იდენტობას ინარჩუნებენ. თავის იმ ამერიკულ ქვეყანაში აბსოლუტურად იდენტურობენ. ინარჩუნებენ. ჩვენთან ამბროს ხელაია ამბობს რომ მთელი ჩემი პატრიარქობის 30-39 წელი მომოხმარი კარუსების წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენთან ხო ჩვენანაც აღრისენაც ეძახოდნენ, ჩვენთან ხო პირდაპირ გადაშენება უნდა ჩვენი და გასახლება და იქ ბოლოს ნიკიტა ხრუშოვმა მოინდომა ჩვენი გადასახლება საერთოდ და ყოველთვის მივაჩნდით ჩვენ ან ბოლოს ეგზოტიკურ ქვეყნად მივაჩნდით, სადაც შეიძლება ხაჭაპური, ხინკალი ჩამოვიდეს. წვადი ჩამოვიდა ხინკალი. აქაც მასწავლებლები უნდა ყოფილიყო და იქაც. და იქაც მოსკოვში ჩავიდოდი, რუსეთში ჩავიდოდი. მახსოვს კარგად, კი. ხო და ეს ტრადიცია, სამწუხაროდ ეს მენტალობა როგორც ჩანს, თავებებში მიდის. ახლა წეგან თქვენ საუბრობთ გოლდენ მეერი ვახსენე ისრაელის პრემიერ-მინისტრი. როგორც ჩამოწერილი აქ იმათ პირდაპირ, აი კორუფციაში მხილებული პიროვნება, არათუ ის იმის თავმოყრობას ეგზალება, მეშვიდე თაობამდე ეგზალება პოლიტიკაში და ასეთ ქვეყნის საჭიროებო საკითხებში მონაწილეობის მიღება და რა ვიცი ამავდროულად სტუდენტებს ეუბნებათ კი ბატონო წაადით დასავლეთში ისწავლეთ ყველაფერი, მაგრამ ჩამოდით მე თქვენ ქვეყანას მოახმარებთ ეს ცოდნა. ეს ცოდნა ხო? ჩვენ რას ვეუბნებით რომ წაადით და აღარ ჩამოხვიდეთ. არა, იცით რა არის მანდ მაპატიეთ ბოდიშით, აი მანდ როგორ არის იცით? არ წავიდეს თორე აღარ ჩამოვა ეგეთი. აი ეგ არის ძალიან ჩემთვის მიუღებელი. მე თუ მკითხავ ახალგაზრდა მაგას აქ საფუძველი აწევს თორე აღარ ჩამოვა. არა გაინახავს რა ჭაობია. არა, ხა მე რა, კარგად გამიგეთ რა, ვიღაცაზე ნაკლები ქართველი ვარ, თუ ვიღაცაზე მეტი, არც მეტი ვარ, არც ნაკლები. მეტად მოინდომეთ ქვეყანაში და ახლა არა, ის ყველა მე ვიცი რა, დამიჯერეთ ბატონო, მე ვიცი ემიგრანტის. ყველა ქართველი ბოლოს აქ არის. მაგრამ მე რა არის, იცით, მე ცოტა კიდე გვიან წავედი, 29-30 წლის ბიჭი წავედი, მაგრამ მე ვამბობ, რომ აი 17 წლის რო წავა და 26-27-ის რო დაბრუნდება, აი იმ ბავშვისგან მიიღებ ძალიან ჩამოყალიბებულ მოქალაქეს. თან ისე კი არ წავა, კარგად გამიგეთ, ძვირფასო ტელემაყურებელი, ვისე წასვლა კი არა, იქიდან რო რეკავს მამი, ბიძიკო, დედიკო, გამომიწონდა, არა. ერთი პატარა ჩემოდნით, რომ წავა, იშრომებს, მიიღებს იმ თავის განათლებას, გინდა უნივერსიტეტოს, საუნივერსიტეტოს, გინდა სამსახურეობრივ განათლებას მიიღებს პროფესიას და გინდა ვაჭრობის სფეროში, გინდა სერვისის სფეროში, რომ ჩამოვა. ის უკვე სხვანაირი, ოღონდ იმას რეინტეგრირება უნდა. მე ის კი არა, რომ აი ის ამერიკელი ჩამოვიდა და მოშორდეს აქედან კაცო თავის ამერიკიანად, ეს მე იმ დღეს მეგობარი მესაუბრა ტელეფონზე და ახალი ჩამოსული.
დაზურა ესენი რა ისიც დიდხანს იყო 24 წელი. სად მოხდიო ფიქრი? ესენი ეს რაც სუდად მიდის საქმე და ვთქარი რა ვქნათ დათო ესე ვართ მეთქი და მე ვიცი შენი ნერვიულობის ამბავი, იმიტომ რომ მეს უკვე გადავიარე, ვერც გადავიარე, გაგიგრძელდება ესეთი აზროვნება, რასაც ეხლა შენ მეუბნები, ამას მე ვამბობ უკვე დღიდან ჩამოსვლისა, იმიტომ რომ ეს ამერიკაში იყო მაგი. რა ისწავლა, იქნა ისწავლა, რა, ესე გელაპარაკებია. ბიჭო, ზოგმა ისიც იფიქრა, ეს ალბათ ცხოვრიმების ვაიმერა სიბნელია, ხალხო იცით რა, მე არ მინდა რომ ქართველ, მე კიდევ ერთხელ წეგან იმას ვამბობდი, რომ ამ გადაცემის აზრი და არსი იმაშია, რომ რაც შეიძლება მეტი გესაუბროთ, მეტი გითხრათ ამერიკაზე, მეტი ის ანალიზი გავაკეთოთ, შედარებებით, დავხატოთ რა გვაქვს, რა მოცემულობაში ვართ, ვინ არიან რა პოზიტივი შევაფასოთ და იმას ერთ ისიც კი უთხარი, ბატონო, არ ვიცი ახლა ეს როგორ მოგეწონებათ, მაგრამ დამიჯერეთ რომ ესეა. აი ახლა ვიტყვი. ინგლისს ერთი მეუბნება, არც მე არ მიყვარს ტრამპი და რაღაცა და ერთ აუ დაიღუპება. ვინ დაიღუპება? ამერიკა. მე ვთქვა შენ ის არა ხარ რომ ტრამპი გინდოდა. ხო, მაგრამ ახლა ეგ გინდოდა რომ დაღუპულიყო, მაგრამ გაგაწბილებთ ბიჭო, გეტყვით ერთ რამეს. აი წარმოიდგინეთ, აი მარტივ მაგალითს მოგიყვან მეთქი ესე ვთქვარე. რასო? NBA რო ჩამოვიდეს აქ. და თუ გინდა პარიზში და თუ გინდა ლონდონში და თუ გინდა სიდნეიში და თუ გინდა ტოკიოში და სადაც გინდა. მსოფლიო ჩემპიონატი რო იყოს. NBA ჩამოვიდა. ნებისმიერი გუნდი NBA და. არა, NBA ჩამოვიდა რა, ამერიკის ნაკრები. NBA ჩამოვიდა. NBA შევსებული. საუნივერსიტეტო NBA შევსებული. აი, გეკითხებით, მას ეყოლება ტრენერთა ჯგუფი, სუსტი თუ ძლიერი თუ შტერი თუ ისინი რამეს დააკლებს იმ გუნდს ის ტრენერთა ჯგუფი ვერაფერს ვერ დააკლებს. ასე ვერ დააკლებს ამერიკას ერთი 15 კაციანი კაბინეტი და პრეზიდენტი. იცით რატომ? კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმიტომ რომ we the people ჩვენ ხალხი ამერიკელი უფრო წინ დგას, ვიდრე რომელიმე მთავრობა და რომელიმე პრეზიდენტი გაიგეთ ხალხო რა. მათი წარმომადგენლობით კონგრესში და მათი წარმომადგენლობით სენატში. ხალხის წარმომადგენლობა. მორჩა, ვერ დაანგრევთ. და ვერ ნუიოცნებებთ, არ დაინგრევა ამერიკა. ხალხის ინტერესს უნდა გამოხატავდეს ნებისმიერი პრეზიდენტი იქნება ლიდერი ქვეყნის იმ შემთხვევაში. ხო არ ხატავს ახლა 20%-ია მარტო მისი დამჯერი. და მოწონებია საუბარი მარტო ამერიკაზე არ არის და ევროპაც რო იგივე თითქმის ხო მაგრამ ახლა მე ჩვენ საუბრობთ ამერიკაზე და მე ახლა რამდენადაც ვიცი და ვამბობ რა რომ კი ბატონო ხალხის წარმომადგენლობა რომ უზის და მეურვეები რომ ყავს კონგრესსა და სენატში მათოთ ვერავინ ვერაფერს ვერ იზამს და ამერიკა ყოველთვის იქნება დაცული იმიტომ რომ ხალხის წარმომარჩეული წარმომადგენლობაა იქ კონგრესშიც და სენატში ჩავიდა უამრავი ხალხი ამერიკაში, სხვადასხვა კონფესიის, სხვადასხვა ეთნოსის და იმათ შექმნეს უდიდესი ქვეყანა, სადაც დღეს ახლა ყველა მოქმედ ადამიანს, სადაც შესაძლებლობის ძიებაშია, უნდა რომ წავიდეს ამერიკაში, რომ შედგეს როგორც ადამიანი, როგორც სპეციალისტი, როგორც სპორტსმენი, როგორც ხელოვანი. იშრომოს იმოღვაწეოს. შრომელი ადამიანი. იმოღვაწეოს იშრომოს. იქ ვერც უშრომლად ვერ გაჩერდები სხვა შორის. თუ არ შექმენი რაღაცა ხო ვერ იარსებებ უბრალოდ პირველად რომ სამსახური დავკარგე კინაღამ თავი მოვიკალე გეტყვით რა ერთი წელი ვიყავი Toyota-ში ის იყო პირველი სამსახური და მე ერთ-ერთი ისეთი მენეჯერი მოვიდა ვისაც არ მოწონდა ეს უცხოელები რა და არ მოვეწონა და გამომაგდო სამსახურიდან ვაიმე ვაჭრობაში თან ამ დროს არაფერი ყველაფერს ნორმალურად მაგრამ ვერ მომერგო რა რედნეკი იყო და ვერ მოვერგე რა ვერცმე და მითხრა უნდა დავშორდეთო და ეგ რომ მითხრა უნდა დავშორდეთო რო წამოვედი იგივე იმათივე მანქანით წამოვედი სახში ის არ არის რომ ჩემი განამოვა იმათივე ვერე ვეთქი მოვაგვარებ დაგირეკავ და მოიყვანე წაიყვანე და დავჯექილობ წამოვედი გზაში საჭესთან ცრემლები მომდიოდა თან პატარა ბიჭი აღარ ვიყავი უკვე ვიყავი მე პირველი 3 წელი არ მიმუშავია ნუ არ იყო საჭირო ეგრე იყო
საჭირო რომ მე იქ უნდა დაუფლებოდი ენას ენას უნდა ადაპტირებულიყავი ხო არავინ არ მიგზავნი და ეგეც გაითვალისწინეთ ქალბატონებო და ბატონებო არა მოვაგვარა ისე საკუთარ თავს რომ მქონდა ამის უფლებები არც აქედან წამიღია ერთი პატარა ჩემოდის ბებოს ჩემოდანს ვეძახი იმითი წავედი არა ყავდა იქ ის მოსიყვარულე ჩემს მიმართ პატივისმცემელი ადამიანები ამერიკელები რომელმაც რასაც ქვია მიმასპინძლეს და პირდაპირ მითხრეს რომ შენ ზურა ერთ-ერთის არ დამავიწყდება შენ ხარ კარგი ნახევარ ფაბრიკატი მაგრამ შენ უნდა იმუშაო ბევრი შენ შეიძლება ისინი მარტო შენზე და მეგობრობის გამო კი არ აკეთებს ამერიკაზე დრონიდან არ არის გამოიწვი არა ნუ ეხლა რა ბოლოში ხა არ ვიცი რა თქვენ მეუღებელი ამერიკული საზოგადოების არა ეგ პირდაპირ გეტყოდა რომ შენ აქ რა გინდა წადი ჯერ ესეთი არის მეგობრებდნენ ჩემთან ამას ამბობ რომ ესე იგი თითოეული ამერიკელი იმიტომ არ მინდა ჩვენ დასავლეთი და ამერიკა რომ თითოეული ამერიკელი თავის ქვეყანაზე ფიქრობს ეხლა მე თქვენ ერთი იცით რამდენი ბოდიში იცით რამდენი ქართულზე მიტყვია ეს არ უნდა იყოს უნდა წავიდეს ერთ უთხარი რომ წადი რა თბილისში კაცი იქნები ერთი მაგალითი გამოსა პირადი ცხოვრებიდან რა ჩემი შვილიშვილი ცხვირს რო დააცემენებდა რამდენჯერმე შევესწარი რომ ჩემი სიძეუნება სიცოცხლე და ჯამთელობა შენს და ამერიკას დედასფიცავ ეგ გულწრფელად ამოფა უმისმერი გავიგე ბლაზიო ხო ზოგადად ეხლა რო არ იყოს საყვარელი რო არ იყოს მაგას სამსახურობრივად აი ემსახურო ქვეყანას რა ამაზე განწყობა რო არ იყოს რატო იტყოდა მაგალითად ამას ჩვეულებრივი მოქალაქე და შემემჩნევია იქ ერთ დროს ცოტა შეიძლება სიტყვა გამიგზავდეს აწყობსა და მომავალზე ფიქრობენ და მიტყვა გამიგა ზუსტად ზუსტად ესე იგი მომავალზე ფიქრობენ კი არა მოქმედებენ მომავლისათვის ხო ესე იგი მოქმედებენ რომ ფიქრობენ ჯერ და მერე მოქმედებენ ასაკვირველია დაუფიქრებლად არ ხდება იქ არაფერი აი მე რაღაცას რო აკეთებენ სამომავლოდ უნდა გადასაგდები კი არ ხდება აი მაგალითად მე პირველად გამიკვირდა LCD ეკრანი რატომ მქონდა ტელეფონს ეს მაშინ ადრე ამას გეუბნებით 99 წელია რა და მეთქი LCD ეკრანიანი რატომ უნდა იყოს ტელეფონი ხო ერთი რამე აქვს მარტო გამარჯობა გაგიმარჯოს კარგად ძანდებოდეთ დაკიდე ხო მაგრამ LCD ეკრანიანი გამოვიდა ფერად ეკრანიანი რატო აი რატო საწავედით იქ უნდა დაგინახო იქ მერე ფილმი უნდა ვნახო მე ელემენტარულად რო ვთქვათ ანუ ეს ტექნოლოგია თუ მარტო ფულზე კიდევ გამოკიდებული ფული აკეთებს აი ქვეყანის განვითარებას საზოგადოების განვითარებას ახალგაზრდობას რაც სჭირდება ხო ამაზეა ორიენტირებული თვითონ საზოგადოება და ხელისუფლებასაც იგივეს თქოს მაგრამ ხელისუფლების მიმართ წაყენებული მოთხოვნები არის ძალიან მაღალი სტანდარტის. აი მაგალითად მახსოვს ერთხელ მე მგონი ბუშის ქალიშვილი იყო 18 წელი არ შესრულებოდა თუ რაღაც დაბალ ასაკში იყო თუ ლუდხანაში შევიდა ლუდი დალიაო თუ რაღაც ესე იძახოდა რა და მთელი ამბები ეტყოდა ამას. არა მან შეიძლება კიდე სხვა რამე იყო იმიტომ რომ ლუდი არა მე ხლა შეიძლება უტრირებას ვაკეთებ რაღაცა მაგალითი იყო ესეთი რომელიც პრეზიდენტის შვილმა რაღაცა ხო ჩელსი თუ ჩელსი ქვია იმ გოგოს თუ მე თქვენ ადრე მითხარით ეგ არის კლინტონების ერთადერთი ქალიშვილი სხვათა შორის კაი გოგონა მე მახსოვს რომ ის გათხოვდა სხვათა შორის ცხოვრობდა ბალტიმორში ახალ მეუღლესთან ერთად ეგეც მახსოვს ჩელსი ქვია სახელად მე არ ვიცი ახლა იქ რა ლუდის და რაღაცას ამბავენ მაგრამ ჩელსი ისეთი გოგო იყო უყვარდა მეგობრები უყვარდა და არის ახლა იქ მე ბევრი არ მახსოვს რაღაც სკანდალურობები არ მახსოვს მაგრამ მამამისი მახსოვს და კი ბატონო იყო მამამისი გადააყოლეს კი ნაბა ხო მაგრამ მამამისი ამავდროს მე თუ მკითხავთ აი პირდაპირ კი ბატონო იმპიჩმენტს უპირებდნენ არ ქნეს და ამან ბოდიში გამო არა იმ მომენტში მოხდა ის ამბები რა იმ პერიოდში იყო ხო მაგრამ ხო ეს მონიკა ლოვისკის ამბები მაგრამ მე პირდაპირ ვიტყვი არ მიყვარს არა ვარ დემოკრატების დიდი პატივისმცემელი მაგრამ ბაძავდა
ჯონ ფიცჯერალდ კენედის ყველანაირად. ცხოვრებისეულად პოლიტიკაში და მე ვიტყვი რომ დემოკრატიული პარტიიდან ერთ-ერთი სერიოზული პრეზიდენტი იყო ბილი კლინტონი. ხო, საქსოფონიც კარგად იცოდა და სხვათა შორის სიცილიც კარგად იცოდა, არ ვიცი გაქვთ თუ არა, მე გაჩვენებთ ნანახი ელცინი დაეგდგანან და ელცინი იმ წინა ღამეს დაიტოვა სახლში, თეთრსახლში და დილას მთვრალი კიდევ ნაბახუსევი ელცინი გამოვიდა ფლოსტებით ეზოში და პიცას ეძებს. საჭმელად. ეზოში. თეთრი სახლის ეზოში, პენსილვანია ავენიუზე და ანუ ერთი სიტყვით ამის მერე არის მათი ისა დიალოგი. პრესკონფერენცია და ის ამბობს რომ ელცინი რომ და ეს უყურებს ესე და გვერდზე უდგას. აი საინტერესოა აკრიფეთ YouTube-ზე ქალბატონებო და ბატონებო და ნახავთ ახლა რუსულად ლაპარაკობს ის, მაგრამ ეს არ ლაპარაკობს. ის დაიწყებს რუსულად რომ თქვენ ესე იგივე ვი პროველილისო ცენტრალია და ეს გვერდზე უდგას და გახედავს და გაახსენდა დილას რომ პიცას ეძებდა და ეს სიცილს იწყებს. და ვეღარ ჩერდება ბილი კლინტონი და თან ახლა რა მინდა რომ ვთქვა, ამიტომ განაისრო როგორ იცინს, არა? რამდენად ესეთი გახსნილი უშუალო კაცი იყო. კრემლში მაგალითად პირდაპირ უთხრა რომ ესე მომიტანეთ რა საქსოფონი მომიტანეთ სუფრაზე ერთად რო ირდა უთხრა მე დაუკრავ ახლა საქსოფონს დაუკრა კაცმა რა. მე ვადონო. ხო, ერთი სიტყვით ეს უშუალობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეგ ხო ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი იყო რო აირჩიეს. 42 თუ ხო რაღაცა ესე. ახალგაზრდა გია მაისაშვილი ძალიან ახლოს იყო მაგასთან. მაგის ადმინისტრაციასთან ძალიან ახლოს. არა ძალიან ისეთი კაი ხალხი არ არის. გიას მაისაშვილის დეკანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ელცინის ადმინისტრაციაში, რა ქვია, კლინტონის ადმინისტრაციაში და ხშირად ჰქონდათ ხოლმე კონტაქტები და ეს პრეზიდენტები და ეს ხელისუფლებაში ყოფილი ხალხი ისევ ჩვეულებრივ ადამიანებად რჩებიან. ძალიან უშუალოები არიან, ძალიან კომუნიკაბილურები არიან და თავისუფლების არის. ძალიან. იზნობენ იმ დიდ ვალდებულებას იმ. ლიფტში შევხვდი ბობ დოლს კანდიდატი იყო და დაპატიჟებული ვიყავით ერთ-ერთ ოჯახში, ვოტერგეიტში ცხოვრობდნენ, ცოლი მინისტრი იყო ბობ დოილის. და ლიფტში შევხვდით და მე და ჩემი მეგობარი და ბობ დოილი და მისი მეუღლე და რომელ სართულზე მიდიხართ? და ეს ლიფტიორს მევთხარ მეხუთეზე მეთქი და ჩემთან ხო არ მოდიხართ თურმე თვითონაც მეხუთეზე ცხოვრობს და ჩვენ ერთ-ერთი პროკურორი კაცი იყო ჯო შურბა მე პენსიაში გასული სხვათა შორის კოლინ პაუელის ჯგუფელი იყო და რაღაც ის დიდი კაცი იყო ეს და იმასთან მივდივარ დაბადების დღეზე თქვით და მე რატო არ მითხრა მე შემოვალ ეგრე ნუ ხუმრობით ხო უშუალოები ჩვენი საფიქრები არის ჩვენი ქვეყანა არ წევენ ცხვირს ცოტა ზემოთ კიდე თან ჩვენ რო ხედავთ დღეს აქ ანაშვილები არ გიშვებენ კაცო პატრიარქთან საქართველოს დაიძრა და ესე იგი გახდა ერთო პარტიის ესე იგი ბატონო მოდით დღეს მაშინ ჩვენ დღეს მაშინ არ ვიცი ახლა ბევრს კიდევ მინდოდა ბევრი სამპარესია ბატონო სხვათა შორის შემდეგ გადაცემაში გავაგრძელებ ზუსტად იმ თემას რა თემაც კი სამართალობრიობაზე იყო სამინდოდა სამართალობრიობაზე იყო საუბარი და აი მინდოდა ეს რა რო აი ეს მეტას ამბავი და Google-ის რომელიც კალიფორნიის სასამართლომ უზარმაზარი თანხით მარტო კალიფორნიის არა იქ ნიუ მექსიკო მანამდე 650 დეკემბერში უჩივლეს ერთი სიტყვით აი ამ თემაზე მინდოდა რატომ ესე იგი რატომ იმიტომ რომ მათ თავიანთი
ბიზნეს ინტერესები დააყენეს უფრო წინ, ვიდრე მოზარდთა დაცულობა და ესე იგი მათი იმ ალგორითმებით აქვთ შექმნილი ის პლატფორმები Facebook-ზე და სხვა იმებზე, რომ ჩააგდეს სექსუალ პრედიტორების, აი პედოფილების ხელში ახალგაზრდა ბავშვები, მოზარდები. და ესე იგი იმას ქნეს, იქონიეს მათზე, მათ აზროვნებას, ესე იგი დაიმონეს მათი ტვინები. და ესე იგი იმ დონეზე, ესე იგი მათი მოხდა მათი ესე იგი რასაც ქვია მართვა ამ ადამიანების ბავშვების რომ აბსოლუტურად ესე იგი აი დაავადა ფსიქოლოგიურად ბევრი ბავშვი, ძალიან ბევრი ბავშვი და დამოკიდებულები გახადეს აი ამ ეკრანზე რა, ამ საშინელებაზე და ამის გამო დააჯარიმებენ, ერთხელ დაამაჯირებენ, მეორებენ და მერე ეს ბიზნეს წესი გადავა სამართლებრივობაში. თუ კი მათ არ შეცვალეს ეს თავიანთი პროგრამები ამ სოციალურ ქსელში. სათამაშო ბიზნესის ამბები ხო გატანილია, ხო სპეციალური ქალაქები ასეულს. თვითონ ეს პუტინია მოსკოვში, მაგალითად ვერ შეიკრიბები და კაზინოები არა. ხო დამხმარებლად ვითამაშო დავუშვათ ბანკო ან რაღაც ასეთ თამაშები. პირდაპირ იჭერენ და პირდაპირ კონფისკაცია და პირდაპირ ციხე. ჩვენ კიდე არ ვაფსებთ ამ კაზინოებითა და ეს ახალგაზრდობას. აი გვანიშნებენ. კარგით, აბა კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ პარასკევამდე. დიდი მადლობა ქალბატონებო და ბატონებო. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის.